ჩვენი მაყურებელი უკვე იცნობს კომპანია Hot Travel Group-ს, რომელიც მომხმარებელს გამყვანი ტურიზმის მიმართულებით კომფორტულ სანდო სერვისს წლებია სთავაზობს. კომპანიას სიახლე აქვს Hot Travel Group-მა მომსახურება გააციფრულა და სხვადასხვა პროცესის წარმართვა უკვე ციფრული პლატფორმის დახმარებით დაიწყეს. უფრო ვრცლად კომპანიის სიახლესა და გეგმებზე საუბარს ვაგრძელებთ თამარ ჩხიკვაძესთან, Hot Travel ჯგუფის დამფუძნებელთან. თამარ, მოგესალმებით. მადლობა თქვენი დროისთვის. მოგესალმებით მარიამ, პირიქით მადლობა მოწვევისთვის, ძალიან სიამოვნოა და მივესალმებით თქვენს მაყურებელს. პირიქით, ძალიან გვიხარია თქვენი სტუმრობა. უპირველესად მინდა გკითხოთ კომპანიის სიახლეზე. გულისხმობ პროცესების გაციფრულებას. რას გულისხმობს ეს სიახლე? რა არის ის ახალი სერვისები, რაც დაინერგა კომპანიის ჭრილში? ესე იგი, ჩვენ უკვე გვაქვს ERP პლატფორმა, ეს ბექ-ოფისის დახმარებით გვაციფრულეთ ჩვენი როგორც შიდა სამუშაო პროცესი, ასევე ჩვენი მომსახურება და ამ პროცესით ძალიან გაგვიმარტივდა როგორც შიდა პროცესები, უფრო სწრაფი გავხდით, უფრო მოქნილები გავხდით და უფრო დაცულია ყველა მომხმარებლის პერსონალური ინფორმაცია. კი ბატონო, უშუალოდ რომ განმარტოთ, აი მომხმარებლის, ასე ვთქვათ, ჭრილში რა არის ის კომფორტი, რაც უფრო ხელმისაწვდომი გახდება სერვისების კუთხით. რას იგრძნობს მომხმარებელი გაციფრულებული პლატფორმის ჭრილში? ესე იგი, მომხმარებელს ექნება საკუთარი კაბინეტი, სადაც შეძლებენ თავიანთი შესყიდული პროდუქტის მართვას და კონტროლს და აბსოლუტურად მთლიანი პროცესი იქნება გაციფრულებული. ჩვენ აღარ ვწერთ ხელით ინვოისებს, ანუ პროგრამულად იგზავნება ეს ინვოისები, იქნება ხელშეკრულება, იქნება თუ ნებისმიერი დოკუმენტი, რითიც ჩვენი კომუნიკაცია ხდება ჩვენს მომხმარებელთან, აბსოლუტურად ყველაფერი გაციფრულების პირობებში იქნება ელექტრონული და სრულიად დაცული და სწრაფი. თაკა, საიდან გაჩნდა ამ სიახლის იდეა? რა საჭიროება დაინახეთ? ჩვენ გადაცემის წინა ნაწილში ვსაუბრობდით ზოგადად ტურიზმის სფეროში, ტურისტულ სექტორში რამდენად მნიშვნელოვანია პროცესების ციფრულად მართვა და ასე ვთქვათ ციფრული ტექნოლოგიების ჩართვა საქმიანობაში. თქვენ შემთხვევაში რა საჭიროება დაინახეთ და რა მოგცათ ამ პროცესმა? ნახეთ, ზოგადად ბაზარზე ვიცით ყველამ, რომ ტურისტული კომპანიების რაოდენობა sakმაოდ დიდია. ამ პირობებში იყო კონკურენტუნარიანი, არ არის მარტივი, თუმცა ამას წლებია ჩვენ ვახერხებთ და აქედან გამომდინარე ის დაგროვილი მომხმარებლების რაოდენობა, რა თქმა უნდა, რომელიც ყოველდღიურად იზრდება, აუცილებელია, რომ მომსახურება სწრაფად იყოს, მიწოდება პროდუქტის იყოს ხარისხიანი და სწრაფი. აქედან გამომდინარე დავინახეთ უკვე ამის აუცილებლობა, რომ გქონოდა ციფრული სისტემა, რაც დაგვიზოგავდა როგორც ჩვენს დროს და ადამიანურ რესურსებს, ასევე მომხმარებელსაც სწრაფი უკავშირი ექნებოდა, ამიტომ მიმართეთ ესეთ ბექ-ოფის კომპანიას, მათი დახმარებით გავაციფრულეთ მთლიანად ეს ჩვენი პროდუქტები. და პრინციპში თამამად ვიტყვი, რომ ინოვატორები ვართ ამ ჩვენს მიმართულებაში, ჩვენს სეგმენტში. პირველი კომპანია ვართ, რომელმაც გავაციფრულეთ. ამას ძალიან დიდი შრომა დასჭირდა, თვეები ავშრომობთ, რომ მორგებულიყო, არც ერთ მსგავს კომპანიას არ ქონდა ტურისტულ სეგმენტზე მორგებული, იმიტომაც აი სუძიებაში ვიყავით ჩვენ ციფრულ პროგრამების და მიჭირდა ვერ ვიპოვე ვერც ერთი კომპანია, რომელიც უკვე მორგებული იქნებოდა ტურისტულ სეგმენტზე. ჩვენ ძალიან ერთობლივი დიდი შრომის შედეგად საბოლოო ჯამში მოგვერგნენ, ჩვენს გაგვიმარტივდა როგორც ჩვენი რუტინული სამუშაო პროცესი ძალიან მოქნილი გახდა. და დღესდღეობით აი ესე აქტიურად მუშაობთ ციფრული პროგრამით. თაკა, უკვე არსებობს ესე ვთქვათ ხელშესახები პროდუქტი ამ მიმართულებით. საინტერესო რა აჩვენა პირველადმა შედეგებმა? მომხმარებელმა რამდენად აითვისა? ერთია თავად სექტორი ბიზნესი გაციფრულდეს და მეორეა მომხმარებელი როგორ მიიღებს ამას და მომხმარებლამდე როგორ მოხდება ამ პროდუქტის სერვისის წარდგენა. თქვენ შემთხვევაში როგორი იყო ეს პროცესი და ახლა უკვე რა უკავშირი გაქვთ პირველადი შედეგებით თუ ვიმსჯელებთ? მომხმარებელი ხედავს სისწრაფეს,
ეს ხედავს მომსახურების სერვისის გაუმჯობესებას. უკვე კავშირი ძალიან კარგი გვაქვს. პროცესში გვეხმარებოდნენ კიდეც იყო იქ და უშუალოდ არასწორი მეილები მისდიოდა სანამ დავხვეწეთ, სანამ მოვარგეთ ჩვენს ის რაღაც იყო დეტალები ისეთი და უკვე კავშირი იყო რომ აი გვირეკავდნენ და გვეუბნებოდნენ აი ეს ორჯერ მოვიდა ეს რა გვეხმარებოდნენ პროცესში პროცესის ნაწილი იყვნენ მოკლედ შეიძლება ითქვას იყო ძირითადად ისეთი ჩვენი აი ძალიან ერთგული აქტიური ისეთი მომხმარებელი რომ ზედმეტად არ შეგვეწოხებინა და უშუალოდ ჩვენი აი ეს პროცესის ცვლილებებისას კი ბატონო, თაკო თქვენ ლოიალური მომხმარებელი ახსენეთ ერთგული მომხმარებელი და მინდა გითხოთ ამ ასე ვთქვათ ციფრული მიმართულებით ლოიალობის სისტემაზეც. ესეც როგორც ვიცი ერთ-ერთი ასე ვთქვათ სიახლეა. ეს რას გულისხმობს, როგორ სარგებლობს ლოიალობის სისტემით მომხმარებელი და რა ბენეფიტები აქვს? მოგახსენებთ, ნახეთ, მაგრამ ჩვენ ყოველთვის ქონდა, ასე ვთქვათ, ის კუსტაურად, ესე სიტყვიერად ხელით ვაკეთებდით, ამას ჩვენს ძალიან ერთგულ მომხმარებლებს სპეციალურ შეთავაზებებს ყოველთვის უკეთებდით, თუმცა არა ესე ციფრულად და გამარტივებულად. ეხლა უკვე თავის ყველა მომხმარებელი თავის შესყიდვების მიხედვით იგროვებენ საკუთარ კაბინეტში ქულებს. ამ ქულების გამოყენება შეძლებენ როგორც სპეციალურ შეთავაზებებისას, ასევე მომდევნო მოგზაურობისას. აქედან გამომდინარე, ძალიან მარტივად სამართავი პროცესია, თვითონვე ნებისმიერ ბრაუზერით შეუძლიათ შევიდნენ, ტელეფონით შეუძლიათ შევიდნენ და გადაამოწმონ თავიანთი შესყიდვები, დაგროვილი ქულები და ამის მეშვეობით გამოიყენონ უკვე დაგეგმონ შემდეგი შეთავაზება რაში გამოიყენებენ, რომელ შეთავაზებაში გამოიყენებენ თუ ახლო მომავალ მოგზაურობაში დაუშვათ თავის დაგროვილი ქულებით მიიღებენ ჩვენგან ასე ვთქვათ კომპლიმენტს. მოკლედ ერთი მოგზაურობა Hot Travel Group-თან ერთად დაგეგმილი ნიშნავს უკვე ახალი მოგზაურობის ასე ვთქვათ დაგეგმის შესაძლებლობას და კიდევ უფრო კომფორტულად და ხელმისაწვდომად. თაკო, რადგან ვსაუბრობთ მოგზაურობაზე, ზაფხულის სეზონმა ჩაიარა პრინციპში სექტემბერიც დასრულდა, როდესაც ასევე აქტიურია ხოლმე მოგზაურობები, მინდა შევაჯამოთ ეს წელი ზაფხულის ჭრილში. როგორი იყო წლევანდელი ზაფხული, რამდენად აქტიურად იჯავშნებოდა სხვადასხვა მიმართულება და რამდენად აქტიური იყო ქართველი მომხმარებელი, მათ შორის გასულ წლებთან შედარებით? სტაბილურად აქტიური იყო, გაზრდილი იყო მოთხოვნაც. არ ვართ უკმაყოფილო სეზონის, ძალიან კარგი სეზონი გქონდა, როგორც გაყვანაზე, ასევე შემოყვანაზეც. თუმცა მოლოდინი იმისა, რომ კიდევ უკეთესი ყოფილიყო, ესეც გქონდა. ეს ყოველწელს ფასები. თუმცა ხო, კი, ფასებიდან გამომდინარე იყო მომხმარებელი, რომელსაც სურვილი ჰქონდა საზღვარგარეთ დასვენების, მაგრამ შემდეგ უკვე ირჩევდნენ საქართველოს რეგიონებს. თაკო, რა მიმართულებები იყო განსაკუთრებით აქტუალური და თუ რჩება წელსაც დარჩა უბრალოდ თურქეთი მათ შორის ეგვიპტე ერთ-ერთ ყველაზე ვთქვათ მოთხოვნად მიმართულებებით. როგორი იყო ეს გეოგრაფია და თუ არის რაიმე სიახლეებიც მათ შორის, სადაც განსაკუთრებით ბოლო პერიოდში გაჩნდა ქართველების მხრიდან მოთხოვნა და აქტიურობა? თურქეთი აქტიურად ინარჩუნებს მოთხოვნის ყველაზე მაღალ კატეგორიაში ყოფნას. საბერძნეთი, ესპანეთის სანაპიროებზე ძალიან აქტიური მოთხოვნა იყო წელსაც. წინა წელთან შედარებით კიდევ უფრო მეტი, იმიტომ რომ თურქეთი იმდენად გაწვირდა, ხარისხიანი მომსახურების მიღება ვიცით ყველაფერი კი, მაგრამ ქართველი მომხმარებელი უფრო მეტად არჩევს იგივე ბიუჯეტში და უშუალოდ ევროპაში მირჩევნია დავისვენო. ეს უფრო ნაკლებ აქტიური დასვენებისთვის ან ისეთ სანაპიროებს ირჩევენ, სადაც პირიქით კიდევ უფრო მეტად აქტიური დასვენებისთვის. თუმცა შემოდგომა ევროპაში წელს დამოკლდა, ანუ შარშან მაგალითად ოქტომბერში რო აქტიურად ზაფხული იყო და პროგრამებიც იყო და ძალიან ბევრი აქტიურობები იყო, წელს მაგალითად გვიან სექტემბერში უკვე ზღვაც ცოტა ცივი იყო და ნაკლებად ასიამოვნო იყო დასვენებისთვის. ამიტომ ისე ეგვიპტის სეზონზე გადავერთეთ შემოდგომიდან და უფრო აზიურ მიმართულებებზე. კი ბატონო, თაკო, ბიუჯეტზეც მინდა გკითხოთ, თქვენ ფასებიც ახსენეთ, მათ შორის თურქეთის გაძრება, რომელზეც წელს განსაკუთრებით ხშირად საუბრობდნენ, მათ შორის მომხმარებლები სოციალურ ქსელში სხვადასხვა პლატფორმებზე. როგორი იყო ფასთან მატება? მარტო თურქეთის მიმართულებით გავრცელდა ეს თუ შეინიშნებოდა სხვა საკურორტო ზონებში? რა არის ამის ძირითადი მიზეზები და
ხო, ბიუჯეტის მხრივ ქართველი მომხმარებელი რამდენად ყიდულუნარიანობას ინარჩუნებს, აქ როგორი ცვლილებები გვაქვს? ბიუჯეტს მივყვებით ისა, დაახლოებით 20-30% წელსაც გაძვირებულია, მაგალითად რეკომენდირებულ სასტუმროში ერთ ადამიანს ღირებულება დაახლოებით 2000-2500 ლარიდან იწყებოდა. თუმცა უკვე საქართველოშიც არ გამოდიოდა იაფი, შესაბამისად გადახდელუნარიანობა იყო, აქტიურად იჯავშნებოდა. თურქეთი წელსაც გაძვირებულია, ეხლა მაგალითად თურქეთში ვარ და დაახლოებით გუშინ აფთიაქში გითხრეს, რომ ერთი კვირის წინ კიდე უფრო გაძვირდა ფასები, ანუ პრეპარატებსაც წინა წლებში დავუშვათ, აი ეს წამოვიყოლებდით ხოლმე რაღაც პირველად საოჯახო პრეპარატებს, ეხლა უკვე თითქმის გაუტოლდა ფასებს, რაც ჩვენთან გერმანული პრეპარატების ფასებია, ამიტომ მარტო სასტუმროებზე ამის მინდა გაახაზებაოსო, რომ მარტო დასვენებას და სასტუმროებზე არა, ზოგადად ფასები ყველა პროდუქტზე გაძვირდა, აქაც თურქეთშიც. ევროპაშიც არ არის დაბალი ფასები, იქაც მატება იგრძნობა, ზოგადად მსოფლიო ტენდენციებს, როგორც ხედავ, ყველა ქვეყანა უწყობთ ფასებში ცხელს. კი ბატონო. ნამდვილად ეგრეა. თაკო, შემომყვან მიმართულებაზეც, ანუ უშუალოდ TRIPS-ის მიმართულებით მინდა გკითხოთ, შემომყვანი მიმართულებით რა ხდებოდა, როგორი წელი იყო ზაფხული, ძირითადად რომელი ქვეყნის დამსვენებლები გსტუმრობდნენ და თუ შეინიშნება აქაც ტენდენციების დინამიკის ცვლილება გასულ წლებთან შედარებით? შემომყვან მიმართულებებში, როგორც იცით, ჩვენ ასე ვთქვათ, სტარტაპერები ვართ. წინა წელს ამ ზაფხულს დავიწყეთ აქტიური შემოყვანა, წინა წელს ცოტა რაოდენობით იყო. საკმაოდ კმაყოფილები ვართ, ველოდით და შედეგიც დადგა. იყო, რა თქმა უნდა, მხარჯველუნარიანი დამსვენებლებიც, თუმცა მოთხოვნა მაინც დაუშვათ დაბალბიუჯეტიანზე აქტიურად ისევ დავაშრჩება. ისე ვითხოვენ მაინც აქტიურად დაბალბიუჯეტიან ტურებს. კი ბატონო, მაგის შესაძლებლობა რამდენად გვაქვს ხოლმე ქვეყანაში გამომდინარე ფასებიდან, გამომდინარე არსებული სიტუაციიდან, რომ ჩვენს ბიუჯეტური ტურები შევთავაზოთ. ეს შესაძლებლობა რამდენად აქვთ ხოლმე კომპანიებს, ტურისტულ კომპანიებს გულისხმობ? გაჩნია ბიუჯეტს, როგორ არა დავუშვათ, გვაქვს სასტუმროები ვთავაზობთ $50-დან ერთი ღამის განმავლობაში. შესაბამისად, ამაზე დაბალბიუჯეტიანი უკვე გამოდის, რომ სოლო მოგზაურები დავუშვათ თავის ერთჩევენ იგეგმავენ და თავისითვე უბრალოდ ჩვენ შემთხვევაში მაგალითად ჩვენ არ ვემსახურებით დაბალ სეგმენტს, საშუალო და მაღალ სეგმენტს ჩვენი ბიზნესი გათვლილი და აქედან გამომდინარე, რომელ ბაზრებსაც ვიკვლევთ, სადაც მოთხოვნა არის უფრო დაბალ სეგმენტზე, ნაკლებად ვცდილობთ, რომ ჩვენი რესურსი იქ დავხარჯოთ, გამომდინარე იქიდან, რომ უფრო ჩვენი სეგმენტაცია საშუალო და მაღალ სეგმენტზეა გათვლილი. თაკო, მინდა ზამთრის ტურისტული სეზონის მიმოვიხილოთ, იდეაში იწყება უკვე სამზადისი წინასწარი ჯავშნების პირობებით. აქ რომელი მიმართულებებია გამყვანის მიმართულებით ყველაზე აქტუალური და წელს სად მოგზაურობენ, სად გეგმავენ მოგზაურობას ქართველები ზამთრის მიმართულებით და ფასებზეც თქვათ ერთი-ორი სიტყვა გასულ წელთან შედარებით თუ დახვდება მომხმარებელს შედარებით მაღალი ღირებულება ტურების მიმართულებით. გამყვან ტურისტთან მიმართებაში რო ვისაუბროთ უფრო თბილ ქვეყნებზე, საზღვაო კურორტებზე, რასაც ზამთარში ქართველები აქტიურად ირჩევენ, დაახლოებით არ გულისხმობ ახალი წლის პერიოდებს, მაგრამ საშუალოდ 1600 ლარიდან იწყება პირობითად შარმელ შეიხის ეგვიპტის მიმართულებით, ანუ ნებისმიერ ბიუჯეტის ადამიანს შეუძლია დაისვენოს. ამ ბიუჯეტში იწყება 1600 ლარიდან, ეგზოტიკური ქვეყნები დაახლოებით იწყება 3000 ლარიდან. ირჩევენ ქართველები აქტიურად ტაილანდს, ზანზიბარი არის ძალიან პოპულარული და საკმაოდ კარგი მიმართულება, თავის სანაპიროებით, ადგილობრივი კულტურის გაცნობით, გასტროტურიზმით, საკმაოდ კარგი მიმართულება და ამიტომ რეკომენდაციას აქტიურად უწევთ და მოსწონთ მომხმარებლებსაც. ასევე დავამატებდი, რომ სამთო-სათხილამურო კურორტებს ირჩევენ და საშობაო ევროპის ბაზრები აქტიურ მოთხოვნაში რჩება ისედაც წელსაც დუბაი, აბუ-დაბი, ემირატების ქვეყნები, მალდივები, სეიშელი და შემდეგ უკვე კიდე მოთხოვნები, როგორც ბიუჯეტურად იზრდება, ასევე მიმართულებები ეგზოტიკურ ქვეყნებში ხალხოლებები. რაც ეხება შემოყვანს, აქ თუ არის უკვე წინასწარ ტენდენციები შემოყვანი მიმართულებით აქტივობებთან დაკავშირებით. მათ შორის საკურორტო ზონებზე, სათხილამურო მიმართულებაზე, რამდენად საინტერესოა საქართველოს საერთაშორისო ვიზიტორებისთვის.
ზამთრის კურორტებზე გვაქვს უკვე წინასწარი ჯავშნები, ოქტომბრიდან დავიწყეთ ჩვენ ჯავშნები. დაახლოებით ბაკურიანი, გუდაური იჯავშნება აქტიურად. ასევე ახალი წლის პერიოდი გვაქვს საკმაოდ მოთხოვნა დიდი არის და უკვე არის ჯავშნები. კი ბატონო, თაკო, ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის, თქვენი დროისთვის, წარმატებები გაციფრულების მიმართულებით და მოკლედ ზამთრის პერიოდშიც მოვიკითხავთ უკვე, რომელი მიმართულებები გამოიკვეთება განსაკუთრებით მოთხოვნადად. ძალიან დიდი მადლობა, მარიამ, თქვენს წარმატებებს გისურვებთ, თქვენს და თქვენს მაყურებლებს. მადლობა კიდევ ერთხელ. ბედნიერი ზამთარი. მადლობა ასევე თამარ ჩხიკვაძე, Hot Travel Group-ის დამფუძნებელი იყო ჩვენთან ერთად.